ეს ვიდეო იქნება დიდი მოცულობაში, დაახლოებით 1 საათი, ალბათ შეიძლება მეტიც, ანუ ბევრი მაქვს დაწერილი და YouTube თუ დამადებინებს მთლიანად, დავდებ მთლიანად რაღაცებს, მთხოვს ხოლმე, არ მადებინებს თუ არა და მაშინ დავყოფ ნაწილებად და ისე დავდებ. კიდევ ის თქვა მინდოდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პირში ვილაპარაკო, ხან პირველ პირში, ხან მეორე პირში, ხან მესამე პირში და ისა, რა ქვია, ანუ აღარ გადამიხედია, ანუ ჩასწორებული არა მაქვს და როგორც მიწერია, ისე წავიკითხავ. გამიგეთ. მოკლედ. ესე იგი, ჩემი დანიშნულება იყო ის, რომ ეს გამეტარებინა ჩემში და გადმომეცა თქვენთვის იმ დროიდან, სადაც ვიმყოფები. ყველასთვის ყველაფერი დროულად ხდება. ადამიანი, რომელიც პრაქტიკობს სიყვარულის საიდუმლოებებს, შეეხება თვით ჭეშმარიტებას, რომ შეიცნო, დაალოცო ადამიანური ბუნების, ვერ იპოვი უფრო კარგ დამხმარეს, ვიდრე სიყვარულია. სიყვარული, რომელიც თქვენ იცით, იმაზე მეტი არ არის, ვიდრე ბიოლოგიური მოცემულობა, რომელიც განისაზღვრება ბიოლოგიით და ჰორმონებით. მისი შეცვლა მარტივად შეიძლება. ქიმიის ცოტა შეცვლა და სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტებად მიგაჩნიათ, უბრალოდ ქრება. თქვენ სიყვარულს ეძახით სექსუალურ ნებას და ეს განსხვავებები უნდა გვახსოვდეს. უსიტყვოდ სიყვარული, რომელიც არის იდუმალი, სრულიად განსხვავდება იმ სიყვარულისგან, რომელიც თქვენ იცით. ეს ის სიყვარულია, რომლითაც შეგიძლია შეეხო ჭეშმარიტებას და ჩნდება ის ცნობიერიდან და არა სხეულიდან, სიღრმისეული ბირთვიდან. ვნება მოდის სხეულიდან, სიყვარული მოდის ცნობიერებიდან. მაგრამ ხალხმა არ იცის თავიანთი ცნობიერი და ეს გაუგებრობა გრძელდება და გრძელდება და სიყვარულად ითვლება მათი ფიზიკური ვნება. ძალიან ცოტა ადამიანმა შეიცნოს სიყვარული და ეს ის ხალხია, რომლებიც გახდნენ ისეთი ჩუმები, ისეთი მშვიდობიანები და ამ სიჩუმეში, სიმშვიდეში ისინი მივიდნენ კონტაქტამდე თავიანთ სიღრმისეულ შინაგან არსებასთან, თავის სულთან. როცა შენ ეხები შენ სულს, სიყვარული ხდება შენთვის არა ურთიერთობები, არამედ დაკვება, თან როგორც ჩრდილი, საიდკენაც არ უნდა წახვიდე, ვისთანაც არ უნდა იყო, შენ გიყვარს და ის, რასაც ამ წუთას შენ უწოდებ სიყვარულს, ვინმესადმი მიმართულს, ვინმეთია შეზღუდული, ვინმესადმია მიმართული. სიყვარული კი მოვლენა არ არის, რომელიც შეიძლება რომ შეზღუდო. შენზე შეგიძლია ის გაშლილ ხელებში დაიჭირო, მაგრამ არა მუშტში. იმ წუთას, როცა შენი თითები შეკრულია მუშტად, ის ცარიელია. იმ წამს, როცა შენი ხელები ღიაა, შენთვის მისაწვდომია მთელი არსებობა. სოკრატეს სწორია, როცა ამბობს, ვინც იცის სიყვარული, მან იცის ჭეშმარიტება. უბრალოდ ეს ორი სხვადასხვა დასახელება არის ერთი და იგივე გამოცდილების. თუ არ შეგიმეცნებია ჭეშმარიტება, გახსოვდეს, რომ შენ არც სიყვარული შეგიმეცნებია. ჩვეულებრივი სიყვარული უბრალოდ მასკარადია. მის უკან იმალება რაღაც სხვა რამე. ჭეშმარიტი სიყვარული ეს საერთოდ სხვა მოვლენაა. ჩვეულებრივი სიყვარული ეს მოთხოვნაა. ნამდვილი სიყვარული სიმწიფეა. მან არაფერი იცის მოთხოვნებზე. მან იცის მხოლოდ სიხარული, გულუხვობის. ჩვეულებრივ სიყვარულში ძალიან ბევრი თვალთმაქცობაა. ნამდვილ სიყვარულში არ არის თვალთმაქცობა. ის უბრალოდ არის. ნამდვილი სიყვარული ეს კვებაა, რომელიც აძლიერებს შენ სულს. ჩვეულებრივი სიყვარული კვებავს ეგოს. გაიცი ყველაფერი, რაც გაქვს, გაიცი და ისიამოვნე, თვითონ იმით, რასაც გასცემ, არ გააკეთო ეს, თითქოს ვალდებული ხარ, მაშინ გაქრება ყველა სიხარული. სიყვარული მადლიერია იმისთვის, რომ მას ღებულობენ. სიყვარული არასდროს არ ელოდება ჯილდოს, მადლობასაც კი. მეორე მხრივ,
თუ მადლობა მოდის, ანუ სამადლობელი მოდის, სიყვარული ყოველთვის გაკვირვებულია, იმიტომ რომ არ არის არაფრის მოლოდინი. იმედს ვერ გაუცრუებ ნამდვილ სიყვარულს, იმიტომ რომ მასში არ არის მოლოდინები და ვერ დააკმაყოფილებ არანამდვილ სიყვარულს, იმიტომ რომ მას სულ მოლოდინები აქვს და ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებ, თუ მოლოდინები ძალიან დიდია, ვერავინ ვერ დააკმაყოფილებს მას და აქედან გამომდინარე, ყალბ სიყვარულს ყოველთვის მოაქვს იმედგაცრუება. ნამდვილი სიყვარული განხორციელებულია. მე არ ვამბობ, რომ უნდა ემსახურო იმას, ვინც გიყვარს. არა, ეს ასე არაა. რომ გახდე მომსახურე შეყვარებულის, იყავი მსახურის სიყვარულის. მიღყევი სუფთა სიყვარულის იდეას. შენი შეყვარებული ერთ-ერთი ფორმაა ამ იდეის. ყველაფრის არსებობას ავსებს როგორც იმ ერთ-ერთის სუფთა სიყვარულის იდეა. ყვავილი ეს ერთი იდეაა, ერთი ფორმა. თუ არა მეორე, შენი შეყვარებული მესამე, შენი შვილი, დედა, მამა, ეს ყველაფერი ფორმაა. ყველანი ტალღები არიან სიყვარულის ოკეანეში. არასდროს გახდე მსახური შეყვარებულის, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეყვარებული ერთი პატარა გამოვლინებაა სიყვარულის, ემსახურე სიყვარულს. რომ არასდროს გახდე მიჯაჭვული არავისზე, არც შეყვარებულზე, არც დედაზე და არც შვილზე და როცა არ ხარ მიჯაჭვული, სიყვარული აღწევს უმაღლეს საფეხურს. იმ მომენტში, როცა ადამიანი ხდება მიჯაჭვული, ის იწყებს ვარდნას ქვევით. მიჯაჭვულობა ეს თავისებური გრავიტაციაა. მიჯაჭვულობა, მიუჯაჭველობა მადლია. ცრუ სიყვარული ეს სხვა დასახელების მიჯაჭვულობაა. ნამდვილი სიყვარული ფესვგამდგარია მიუჯაჭველობაში. ყალბი სიყვარული შფოთვაშია. ნამდვილი ყურადღებიანია და არ არის მასში შფოთვა. შენ თუ ნამდვილად გიყვარს ადამიანი, შენ ყურადღებით იქნები მის ნამდვილ მოთხოვნილებებთან. შენ არ იზრუნებ მის სულელურ ფანტაზიებზე, შენ იზრუნებ მის ნამდვილ მოთხოვნილებებზე, როცა შეძლებ და არ დააკმაყოფილებ მის მოგონილ სურვილებს. არ დააკმაყოფილებ არაფერ იმას, რასაც შეუძლია მისი დაზიანება. არ დააკმაყოფილებ მის ეგოს, მის ეგო მოთხოვნილებებს. მიჯაჭვული ადამიანი დააკმაყოფილებს ეგოს მოთხოვნილებებს და ეს ნიშნავს მოწამლოს სიყვარული. ყურადღება ნიშნავს, რომ შენ ხედავ, სად გამოიხატება არასასურველი მოთხოვნილება, ეგოს მოთხოვნილება და არ დააკმაყოფილებ მას. სიყვარული გამოხატავს თანაგრძნობას და არა შფოთვას და ხანდახან ეს სასტიკია, რადგან ხანდახან თანაგრძნობას უწევს იყოს სასტიკი. ხანდახან ის განცალკევებულია. თუ გშველის განცალკევება, იყავი განცალკევებული. ეს ზოგჯერ ძალიან ცივია. თუ გჭირდება იყო ცივი, იყავი ცივი. რანაირიც არ უნდა იყოს მოთხოვნილება. სიყვარული მის მიმართ ყურადღებიანია, თუმცა არა მშფოთვარე. ეძებე იმედიტაცია სიყვარულზე, ექსპერიმენტები აკეთე. სიყვარული ყველაზე დიდი ექსპერიმენტია სამყაროში და ვინც ცხოვრობს ისე, რომ სიყვარულის ენერგიით არ ატარებს ექსპერიმენტს, ვერასოდეს გაიგებენ რა არის ცხოვრება. ისინი დარჩებიან მხოლოდ ზედაპირზე, სიღრმეში შეუსვლელად. და ზუსტად ეს, რასაც მე გადმოვცემ, ეყნობა სიყვარულს. მე შემიძლია მარტივად მოვისროლო სიტყვა ღმერთი, თუმცა ვერ მოვისვრი სიტყვა სიყვარულს. თუ მე მომიწევს ავირჩევ სიტყვებს შორის ღმერთი და სიყვარული, მე ავირჩევ სიყვარულს და საერთოდ დავიწყებ სიტყვა ღმერთს, იმიტომ რომ ვინც იცის სიყვარული, აუცილებლად შეიმეცნებენ ღმერთსაც. თუმცა არა პირიქით. ვინც საუბრობს ღმერთზე, ფილოსოფოსებენ, შეიძლება ვერასოდეს მიაგნონ სიყვარულს და ვერასდროს შეიცნონ ღმერთი. გიყვარდე შენი თავი და დააკვირდი, ყველაზე დიადი სწავლება არის გიყვარდე შენი თავი.
საწინააღმდეგო იმისა, რასაც გვასწავლიდნენ მთელი მსოფლიო ტრადიციები, ყველა ცივილიზაცია, ყველა კულტურა, ყველა ეკლესია, ისინი ამბობდნენ, გიყვარდეს სხვები. სიყვარული ესკვებაა სულისთვის. სიყვარულის გარეშე სული სუსტია. არავითარი მთავრობა, არავითარი გაერთიანება. არასდროს მათ არ უნდათ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ძლიერი სულები, იმიტომ რომ ადამიანები ძლიერი სულებით აუცილებლად იქნებიან მეამბოხეები. სიყვარული გხდის შენ მეამბოხედ, სიყვარული გაძლევს ფრთებს, სიყვარული გაძლევს ნათელღებას და ვერ მოგარტყუებს. ექსპლუატაციას ვერ გაგიწევს და ვერ დაგჩაგრავს. მღვდლები და პოლიტიკოსები ცხოვრობენ იმითი, რომ წოვენ სისხლს და გადარჩებიან მხოლოდ ამ ექსპლუატაციის მეშვეობით. ყველა მღვდელი და პოლიტიკოსი პარაზიტია. სულიერად სუსტი რომ იყო, მათ იპოვეს სწორი მეთოდი, 100%-იანი გარანტიით. ის შედგება იმისგან, რომ შენ გასწავლოთ, არ გიყვარდეს საკუთარი თავი. რადგან თუ ადამიანს არ უყვარს თავისი თავი, მას არ შეუძლია უყვარდეს ვინმე და ეს სწავლება საბედისწეროა. ამბობენ, გიყვარდეს სხვები, იმიტომ რომ იციან ვერ შეძლებ ვერავის სიყვარულს. აგრძელებენ თქმას, გიყვარდეს სხვები, გიყვარდეს კაცობრიობა, გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს ბუნება, გიყვარდეს ცოლი, გიყვარდეს ქმარი, შვილები, მშობლები და შენ არ გიყვარს შენი თავი, იმიტომ რომ მათი თქმით, საკუთარი თავის სიყვარული ეგოისტურია. ისინი განიკითხავენ საკუთარი თავისადმი სიყვარულს. მათ თავიანთ სწავლებას ლოგიკური იერი მისცეს. ამბობენ, რომ თუ შენ გიყვარს შენი თავი, შენ გახდები ეგოისტი. თუ გიყვარს შენი თავი, შენ იქნები ნარცისი. ეს სიმართლე არ არის. ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი თავი, აღმოაჩენს, რომ მის თავში არ არის არანაირი ეგო. ეგო წარმოიშობა ზუსტად სხვებისადმი სიყვარულში, როცა არ გიყვარს შენი თავი და ცდილობ გიყვარდეს სხვები. მისიონერები, სოციალური რეფორმატორები, სოციალური მსახურები, მათ აქვთ უზარმაზარი ეგო. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ისინი თვლიან თავს უმაღლეს არსებებად. პოლიტიკოსებმა, მღვდლებმაც გაიაზრეს ის, რომ თუ შეძლებენ იმას, რომ ადამიანს არ უყვარდეს თავისი თავი, შეძლებენ, რომ დაანგრიონ მათი შესაძლებლობა სიყვარულისადმი და რასაც თვლიან, რომ სიყვარული იქნება სიცრუე. ეს შეიძლება იყოს ვალდებულება და არა სიყვარული. მშობლებს აქვს ვალდებულება შვილებისადმი, შვილებს აქვს ვალდებულება მშობლებისადმი, ქმარს აქვს ვალდებულება ცოლისადმი, ცოლს აქვს ვალდებულება ქმრისადმი. სად არის სიყვარული? სიყვარულმა არაფერი არ იცის ვალდებულებებზე, ვალდებულება ტვირთვია, ფორმალურობა. სიყვარული სიხარულია, კეთილშობილებაა. სიყვარული არაა ფორმალობა. შეყვარებული ვერასოდეს გრძნობს, რომ გააკეთა საკმარისი. შეყვარებული ყოველთვის გრძნობს, რომ შეიძლება უფრო მეტი. სახალხო მსახურები ყველაზე ყალბები და მავნებლები არიან. მათი მოშორება, რომ შეიძლებოდეს კაცობრიობა განთავისუფლდებოდა ტვირთისგან და თავიდან შეძლებდნენ ეცეკვათ დაემღერათ.